ეს არ ყოფილა სავარაუდოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება, თუმცა არსებობს რაღაცა წესები საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვიცით რომ ჟურნალისტები განსაკუთრებით არიან დაცულნი კანონით, საბოლოოდ როგორ შეიფუთა თქვენი გამოშვება? ჩვენი გამოშვება შეიფუთა შინაგან წესისა და კონტრაქტის დარღვევის არგუმენტით, ასევე იმ საკვლევისმიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული მოკვლევით, რომელზეც დადგინდა, რომ მათ ვერაფერი დაადგინეს ჩვენ განცხადებებთან დაკავშირებით. უბრალოდ მიიჩნიეს, რომ ჩვენი განცხადებები არის უსაფუძვლო. ესეთი არის შეფუთვა და ასევე რაღაცა მუხლების ჩამონათვალი ერთ ფურცელზე, რომელსაც აუცილებლად ჩვენი პროფკავშირების იურისტ გიორგი იასაშვილთან ერთად გავასაჩივრებთ. მას უკვე 22 საქმე აქვს მოგებული ვასილ მაღლაფერიძეს 22-ვე უკანონო გადაწყვეტილება მან თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ სასამართლოში სამივე ინსტანციაში გაიტანა ბოლომდე და საზოგადოებრივ მაუწყებელს ათობით თუ არა ასობით ათასი ლარი დაუჯდა ვასილ მაღლაფერიძეს. მაგრამ ვასილ აქ საინტერესო ახლა სახეზე გვაქვს მორიგი გადაწყვეტილება. კი, აი აქ დაგისვამთ შეკითხვას, რაც ფიქრობ მნიშვნელოვანია, შეიძლება საქმეები მოიგეს, მაგრამ რამდენად აქვს პერსპექტივა იმას, რომ სამსახურში აღადგინონ თქვენ და ნინო. ეს არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ეკრანზე არ ჩანდეთ, თორემ მათ დიდად არ ანაღლებთ ის ფული, რომელიც გადაიხადა, ასე ვთქვათ, ჩვენმა მოსახლეობამ და ამ ფულიდან კომპენსაცია მისცენ შემდეგ ან წააგონ ეს ფული. ეს დიდად არ ადარდებთ მათ, იმიტომ რომ ეს მათი ფული არ არის. აი აღდგენაა მნიშვნელოვანი. პრაქტიკიდან ორი საქმე დასრულდა სამსახურში აღდგენით და განაცდურის ანაზღაურებით 20 საქმის შემთხვევაში ასეთი შედეგი ვერ დადგა იმ არგუმენტით, რომ უბრალოდ მენეჯმენტი აუქმებდა შტატებს. ჩემ შემთხვევაში, ტელეწამყვანის შემთხვევაში, ტელევიზიაში შეუძლებელი არის ესეთი არგუმენტის მოშველიება, რომ ტელეწამყვანის შტატი არის გაუქმებელი. თუმცა ეს პროცესი გაიწელება აუცილებლად რამდენიმე წლის განმავლობაში. ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი მენეჯმენტის გადაწყვეტილება. მე კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლების განმავლობაში გენერალური დირექტორი და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი იყო გამიჯნული. ვასილ მაღლაფერიძე არის არაფორმალური მმართველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი და მიმდინარე ამბების. სწორედ მის მიერ შერჩეული კადრები იღებენ სარედაქციო გადაწყვეტილებებს. სწორედ ისინი ადგენენ იმ პოლიტიკას, რომლითაც უნდა იმუშაოს მოამბები. შესაბამისად, მე დღეს კი ამ გადაწყვეტილების შესახებ მამცნო თინა თინბერძენიშვილმა, თუმცა ჩემი შინაგანი ღრმა რწმენით ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, ეს არ არის ერთგვარი პროცედურული გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც შეიძლება მართლა რაიმე გადაცნობა დადგენილიყო და შემდეგ უკვე დირექტორთა საბჭოს რაღაცა კრიტერიუმებით ემსჯელა. ეს იყო პირდაპირ მითითება ვასილ მაღლაფერიძეს, ეს მე გამიმხიზდა და მონოდინი მქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული იმ ბოლოს ხდომის შემდეგ, როდესაც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თავის თავს, როდესაც მიცა ხმა და აირჩია მორიგჯერ საკუთარი თავი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, არ მოგცა კანონის დარღვევით ჩვენ უფლება დავსწრებოდით სამეურვეო საბჭოს სხდომას. დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, რაზეც ჩვენ ოფიციალურად ქონდა განცხადება. მანამდე კი საბჭოთა სტილში მათ ჩაატარეს 5 საათიანი სამუშაო ეგრეთ წოდებული შეხვედრა, სადაც ჩვენ ამის სამშობლოს მოღალატეებად გამოგვაცხადეს, შვილების მომავლის მიტაცების ცდელობაში დაგვადანაშაულეს, ტელევიზიის ხელში ჩაგდების სურვილში და ასევე რევოლუციური პროცესების დაწყება დაგვაბრალეს ჩვენ. აი 5 საათიანი სხდომა ახსენეთ ჩვენ და ჩვენ გვახსოვს როგორ გამოიკვლია საბჭომ რაღაცა ჯაჭვი პროტესტის მონაწილეებს შორის და დაისვა კითხვები, თქვენ ხომ არ იყავით დაკავშირებული, ალბათ ამას რომ მისცემოდა კიდევ განვითარება, მივიდოდა საქმე ან გლობალური ომის პარტიასთან, ან Deep State-თან, ან რაღაცა მსგავსთან. თუმცა ამას თავი დავანებოთ, მოდით ვიკითხოთ რა რეაქცია აქვს თქვენს კოლეგებს, ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა. რომლებიც იქ მუშაობენ და დარჩნენ. მას შემდეგ რაც სოციალური ქსელით უკვე გაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ, უამრავი ადამიანი მიკავშირდება, ამას საჯაროდაც აკეთებენ და სოციალურ ქსელში ღია პოსტებს წერენ, ასევე ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტელეფონზე სოლიდარობით იმ განცხადებით, რომ ანუ ეს გადაწყვეტილება არის აბსურდი, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ მათთვის დიდი დანაკლისი იქნება. ჩემი არ ყოფნა საზოგადოებრივ მაუწყებელში, გრძნობ მათ სოლიდარობას, თუმცა ასევე უნდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდი არის საზოგადოებრივ მაუწყებელში
აქტიურად მუსილებს ესეთი ჭორის დონეზე განცხადება, რომ აუცილებლად დაიწყება რეორგანიზაცია, რომ ახალი შენობა არის გათვლილი მხოლოდ და მხოლოდ 700 თანამშრომლებზე, რომ გარეწარმოების წილი არის ძალიან გაზრდილი და შესაბამისად რეორგანიზაციის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანის გათავისუფლებას ელოდებიან სამსახურში. შესაბამისად ეს ფაქტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე ძლიერად მოქმედებს. დღეს არავის უნდა უსამსახურებლად დარჩენა, დღევანდელ დღეს, როდესაც ყველას აქვს ვალდებულება და ის ხელფასიც კი მე მგონი აღარაფრისთვის აღარ კმარა დღევანდელი ფასებისა და სოციალური ვითარების გათვალისწინებით, თუმცა მაინც ხალხს ეშინია სამსახურის დაკარგვა. დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობენ, რომ იქნება რეორგანიზაცია და ვინც დააფიქსირებს კრიტიკულ აზრს, შეიძლება მან სამსახური დაკარგოს. ასე გები ახლა თქვენ გამოშვება სამსახურიდან გამოიხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც იცავს ხოლმე ჟურნალისტების უფლებებს, ვისაც ასე ესხმის თავს რეჟიმი, ბოლო დროს რეჟიმი და მანამდე მოქმედი ხელისუფლებაც არ აკლებდა, როდესაც ისინი არჩეულად ითვლებოდნენ. ამ განცხადებაში წერია, რომ მაუწყებელში ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკური დავალების შემსრულებლები არიან არხის დირექტორი თინა თიმბერზენიშვილი და სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე. მსგავსი პოლიტიკა უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს აყენებს მაუწყებლისადმი საზოგადოების ნდობას, რომლის უპირველესი ვალდებულებაც სწორედ პროცესების მიუკერძოებლად ასახვა და ასე შემდეგ. თუმცა მე მგონი უკვე არას დაგიდევთ ეს ხალხი, ვინც ნახსენები ამ განცხადებაში რეპუტაციის საკითხებს და საერთოდ საიმიჯო თემები მათ აღარ აინტერესებთ, მათი ინტერესი სულ სხვაგან არის. ვნახოთ სხვათა შორის ბევრი სხვადასხვა წყაროთი სანქციები არ არის გამორიცხული დაუწესდეთ პროპაგანდისტებსაც და ყველა იყოს ფრთხილად, რომ არ მოხდეს ისეთ სიებში, რომელში მოხვედრის შემდეგაც საკუთარი საბანკო ბარათით სარგებლობაც აღარ შეეძლება. ვასილ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, პირდაპირი ჩართვისთვის. მადლობა თქვენ. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, სოლიდარობა და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. და ჩვენი მხრიდან სოლიდარობა მათ, ვინც ახლა ახსენე და სოლიდარობა თქვენ და ნინო ზაუტაშვილს. დიდი მადლობა, ვასილ ივანოვიჩ ჩიქოვანი ჩაგვერთო ახლა პირდაპირ ეთერში.